არ მოხდეს მეც უკვე ფიქრებში ვარ რომ შეიძლება ზამთარში წავიდე. მაინც ჩაკეტილები ვართ. წვიმაში ამ უღელტეხილს გადმოლა ძალიან სახიფათოა. ველოდებოდით ფეობით ტარეკის მერე რომ გაიხსნა და ნუ კი. გზის პრობლემა ვერ მოგვარდა მოკლედ. გზას სჭირდება სპეციალისტი, რომელიც 4 წელი ამ 5 წლის მანძილზე თვალით არ გვინახავს, არ ვიცი, გვყავს ასეთი სპეციალისტი, არ გვყავს. სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ მოაღწევს და ხილვადობა თუ არ არის კარგი, ვერტფრენიც ვერ აღწევს ადგილამდე და. რა ხდება ასეთ დროს? ასეთ დროს განწირულები ვართ. პრობლემა არის ელექტროენერგია. ველოდებით გაზაფხულს, რომ ბევრი წლის წინ დაპირებული დაქამდე ვერ მოტანილი მზის პანელები დაგვემატონ იმისთვის, რომ შევძლოთ, გავაგრძელოთ აქ ყოფნაც სტუმრის მიღებაც და ნუ გზის პრობლემაც მოგვარდეს ერთხელ და სამუდამოდ. თუ კიდევ გაუარეს და მდგომარეობა, ჩვენთვისაც გაუარესდება. თავის გატანა და მართლა სიცოცხლისთვის საშიში და სახიფათო იქნება. მაგრამ ვიბრძვით ბოლომდე უკეთესი მომავლის კოშკები ინგრევა. იგახვალ თავზე დაგეცემა. ძალიან სავალალო მდგომარეობაშია. კულტურული მემკვიდრეობა ისევე როგორც ქვეყანა.